ხაზის რადიო. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ტალღა FM 102.4 კვლავ თქვენთვის იმავე ტალღებზეა 102.4-ზე. ვართ საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში პროექტით ხაზის რადიო ეკა ვარ ტალახაძე. მოგესალმებით ყველას განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით, იმიტომ რომ არ ვიცი ვინც ხედავს როგორი აჭრელებულია დღეს ჩემი სტუდია, თემატურად, სასიამოვნოდ, ძალიან კარგად ამ ყველაფრის ავტორს მე ცოტა ხანში თქვენ წარმოგიდგენთ. თუმცა მანამდე გეტყვით რომ ვართ ტალღაზე FM 102.4-ს უკვე გითხარით, ვართ იგივე საკონტაქტო საშუალებებით, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით, ეს არის ტელეფონები ნომრებით 249-192 ან 249-292 და გარდა ამისა წვდომა ინტერნეტთან მისამართით რადიო 1.წერტილი G, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩვენი დღევანდელი სტუმრის ნამუშევრების ხილვისა. ამ ყველაფერს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი განუმეორებელი და ისეთი ფუმფულა ისტორია აქვს, რაც ახლა ჩვენ სტუდიაშია განთავსებული ნახატებისა თუ ხელნაკეთი ნივთების სახით და მე მართლაც მეჩქარება წარმოგიდგინოთ ამ ყველაფრის ავტორი. დარჩით ტალღაზე FM 102.4, უახლოესი 45 წუთის მანძილზე ვიქნებით ერთად და მე შეგახვედრებთ ადამიანს, რომელიც დაგვარწმუნებს იმაში, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობა იმდენად ზღაპრულად ვაქციოთ, რომ მე ამ ზღაპრის ქმირების სხვა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც ვაქციოთ და რა ვიცი, ვიცხოვროთ ბედნიერად და ლამაზად ისე როგორც მაქვს მოლოდინი ახლა ჩვენი საუბარი შედგება. ხაზის რადიო. მაშასე ლელა ცუცქირიძე გვარითა და სახელით ასე უნდა წარვადგინოთ ეს ადამიანი დილამშვიდობის მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ მსმენელს შორის, რომლებიც თქვენს ნაცნობებად ან მეგობრებად მოიაზრებიან თუ არიან ასეთები, უცბად თვალწინ დაუდგება ის არაჩვეულებრივი სამყარო, რომელშიც თქვენ მათაც ამყოფებთ პერიოდულად ბუნებრივია, იმიტომ რომ სახლია და გარემო ისეთია, როგორიც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, სადაც თავად მიბრძანდებით თან მიგაქვთ ეს სამყარო, იმიტომ რომ იქნება ლიტერატურული კონკურსი, იქნება რაღაც შეკრება, მაინც ყველაფერი ლიტერატურის გარშემო ტრიალებს. აუცილებლად, ჩემთვის ასე. ადამიანები ელოდებიან ლელა ცუცქირიძეს რაიმე სიახლით, რაიმე თუნდაც ნივთიერად გამოხატული სიკეთით, იმიტომ რომ ეს უკვე ცხოვრების წესად აქციეთ ლელა თქვენ. როგორ იყოს დაიწყო ეს ყველაფერი, რამ განაპირობა, ვინ ჩადო თქვენში ამ ხელა სიკეთე და სიხარული, ამაზე მინდა ვისაუბროთ. იმიტომ რომ როგორც წესი ხაზის რადიოს ფარგლებში ჩვენ ვიწყებთ ძალიან ღრმა ბავშვობიდან ხოლმე, იქიდან საიდანაც ჩვენი სტუმრის, ჩვენი მეგობრის მეხსიერება იწყება და ასე შევუდგეთ ახლა თქვენთან საუბარსაც. თქვენი მშობლები, უფრო მეტიც თქვენი ბებიები, ბაბუები, ის გარემო, ის სამყარო, სადაც თუ მსგავსი არაფერი ხდებოდა, რასაც ახლა მე ვუყურებ, ვერაფრით ვერ განივთდებოდა ეს ყველაფერი, აი ახლა ამად რასაც ჩვენ სტუდიაში ვხედავთ. ეკა ძალიან მიხარია რომ ეს კითხვა და ამის და მომეც საშუალება ამაზე მესაუბრა. რომ თქვათ დედა კერავდა არაჩვეულებრივად ისე რომ ჩვენ ყოველთვის გვეცა დედის შეკერილი პალტოები, პიჯაკები, კაპები და ეს იყო აი რაღაცა ახლა რომ ვიხსენებ აი ულამაზესი სამოსი ჩვენთვის. მამა სულ რაღაცას აკეთებდა, რაღაცას იგონებდა, ну, არ ვიცი, ესეთი ტიპის კაცი იყო. რო თქვა ახლა პოეტი არ იყო მამაჩემი, მაგრამ აი სულ რადგან იცოდა რომ მე ცოტა პოეტური ბუნება მქონდა, რამდენი როგორ ჟესტიკულაციით როგორ გამოხატეთ ლელა, როგორი ეს პოეტური სოფლიდან ხარაგაულის რაიონიდან როცა მოდიოდა, ყოველთვის ჩამოქონდა ჩემთვის ბღუჯა, აი მართლა ბღუჯა კესანების და
მოქონდა ჩემთვის, ან თავთავები მოქონდა დაუშვათ პერიოდს გააჩნდა, რომ არასდროს არ მოდიოდა ისე. დედაჩემისთვის ყოველთვის მოქონდა აყვავებული, პირველი აყვავებული ატმის მერტო, აი ეს ტიპის კაცი იყო. ალბათ აქედან გამომყვა, მე ვფიქრობ, ხატვარი არავინ არ იყო ჩემთან, მაგრამ აი რაღაცა ის რომ რაღაცა ხელნაკეთი რაღაცების ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის ხედავდი. მე რა ეთყობა განსაკუთრებულად გამომყვა, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი ხანია ეს ხელნაკეთი ნივთებს ვაკეთებ, არც ვიცი. თან ყველაფერს ვედები, ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ უკეთესია, რომ ერთი საქმე გაინტერესებდეს და მე ყველაფერი მაინტერესებს. ვკერავ, ვქსოვდი, აი ყველაფერი მოვსინჯე. საბოლოოდ ჯერჯერობით მივედი ხატვამდე. აი ამის იქით რას ვისაუბრე, უკვე არ ვიცი. ხო, აი ეს ხატვა ცოტა გვიან შემოვიდა მე როგორც ვიცი, ხო? არც არის ფაქტიურად, რაც ნუ 2 წლის წინ აი პირველი ის გავაკეთე ჩანახატით ჩემი შვილის ფანქრებით, იმიტომ რომ ისე მომინდა რომ დამეხატა. მაგრამ მე ისე გუაში ვცადე, აღარ დამაინტერესა და აი 1 წელი პრინციპში არც არის, რაც ვხატავ. ხო, ყოველთვის მინდოდა სხვათა შორის ხატვის და ეს რომ ცოდნოდა ხატვა და ვოცნებობდი სულ ამაზე, მაგრამ აი საბოლოოდ გამოჩნდა ასე რომ ვხატავ. ლელა, მოდით ახლა თავაზობთ ჩვენი საუბარი განვაგრძოთ ამ პრინციპით. ახლა მე ჩემს კოლეგას მინდა ვთხოვო ეკრანია ჩვენოს ჩვეულებრივი საძიებო სისტემა Google, ხო? ჩავწეროთ ლელა ცუცქირიძე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანზე რაიმე ინფორმაციის მოძიება გვინდა, უცნობზე ამ შემთხვევაში ეს არ არის, მაგრამ მაინც წერთ Google-ში, ხო? და ვნახოთ რა სამოგვიგდებს ახლა ჩვენ ეს საძიებო სისტემა. ეს სათითაო თითოეული გვერდი გავხსნათ. მოდით კი, პირველივე ხუთეული. აი რას გვაძლევს პირველი 5 გვერდი მოთხოვნაზე ლელა ცუცქირიძე და მე ვფიქრობ მეტნაკლებად მაინც უკვე გავყვებით იმ გზას, რაც რეალურად უნდა გავაცნოთ ჩვენს მსვლელს. პირველივე არის Facebook გვერდი, სოციალური ქსელი. ნუ აქტივობის მიხედვით ბუნებრივია პირველი. შემდეგ უკვე ეს არის საბავშვო საიტი Kids.G. ბუნებრივია, იმიტომ რომ ლელა ცუცქირიძე საბავშვო პოეტი გახლავთ. ძალიან საინტერესო გვერდი, ხოჭანჭურები. ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ცოტა ხანს შევჩერდეთ აი ამ გვერდზე, მანამდე მსმენელს მოვუსმინოთ. ალო? ალო? მოგესალმებით, გისმენთ ეთერში ვწადებით. ხალბატონო ეკარ, დიდი მადლობა ხალბატონ ლელას მოწვევისთვის. იმიტომ რომ მე ამ ბოლო დროს პენსიონერი ვარ და ვკითხულობ სარკეს. ძალიან მომეწონა ხალბატონის მოთხრობები. განსაკუთრებით ექსკურსია. ძალიან საჭირო რაღაც თემა წამოწევ. ამდენი გაუთხოვარი ლამაზი გოგოები, ამდენი დაუქორწინებელი ბიჭები. ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ და მეც მოვიქეცე ამას წინათ ასე. ოჰო. ძალიან მიყვარხართ ხალბატონო ლელა, ძალიან ველოდები თქვენ პატარ-პატარა მოთხრობებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მსმენელს მიმართავ, თუ კი გაგიჩნდებათ სურვილი, რა თქმა უნდა, თქვენთვის ჩვენი ეთერის კარი და მიკროფონი ღია 249 242 შეგიძლიათ დაგვირეკოთ. და შევჩერდით საიტზე სახელწოდებით ხოჭანჭურები. ხა გამარკვიეთ ლელა, რა არის ეს ხოჭანჭურები. მე ჩამოვუყვეთ საიტზე ვისაუბრებ, ეს გამიკეთა ჩემმა მეგობარმა თინიკო ჯახუამ. Facebook-ზე ქონდა ესეთი გადმოძახილი ერთი ლექსი მაქვს ესეთი საბავშვო შავი ხოჭო და მე ეგ წავიდა ამაზე რომ ხოჭოს ყავს ხოჭანჭურები ეს და დავარქვით აქედან გამომდინარე ხოჭანჭურები და ეს საიტი ჩემთვის სრულიად მოულოდნელად სიურპრიზივით გამიკეთა თინიკო ჯახუამ, ასე რომ დიდი მადლობა მას. და რას ნახავთ ახლა ამ საიტზე? მშობლებს აუცილებლად ვურჩიოთ. კი. საბავშვო გვერდი. აქ არის ლექსები ბავშვებისთვის. აქ არის სიმღერები, ვეჭობ თქვენს ლექსზე. კი, აუცილებლად. კი ბატონო. ძალიან პატარებს ძალიან პატარა ლექსები, მარტივი და აი ბგერები რომ კარგად გამოთქვან, აი ესეთი პატარა ლექსები. და ახლა ნიმუშად შემოგთავაზებთ ჩვენ როგორია ეს ძალიან პატარებს ეკრანზეც ვაჩვენოთ ბუნებრივია და ავტორის კითხვით იყოს კი ბატონო რატომ კი ბატონო, წავიკითხავ კი. სპილო მიდის მანქანით, ასიგნალებს პი პი პი, ალბათ მოსწონს ტარება, გაიწახის იფიფიფ. კი ბატონო, და მუხლუხო? მუხლუხოც ხო აუცილებლად, მუხლუხოები მიყვარს ასე განსაკუთრებით, რაღაცა ბუკნაჭოები, მუხლუხოები და ეს.
ტვირთი მიაქვს მუხლუხოს, ოხრავს, უხო. ასე მძიმე რამე აქვს, ერთი ცალი მუხუდო. კი ბატონო, მარტივი, ფაქიზი, ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და თქვენი შვილებისთვის ლელა ცოცხირიძისგან. კი, ახლა გადავინაცვლოთ მომდევნო გვერდი რა გვაჩვენა. ურაკპარაკი. ეს არის ლიტერატურული პორტალი, რომელზეც ძალიან ბევრი ავტორია დარეგისტრირებული. პრაქტიკულად ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია მთელი დღე იცხოვრო, იმიტომ რომ აქ არის განხილვა, ნაწარმოებების გამოქვეყნება, სრულიად ცინცხალი და ცოცხალი აუდიტორია. დღემდე ასე უბრალოდ მე ვეღარ ვახერხებ ისე ხშირად შესვლას. და დარეგისტრირებულ ხართ 2010 წლიდან. პრინციპში აი ამ დროიდან გამოვჩნდი უფრო მანამდე ჩემთვის ეს დაიწყო ყველაფერი წერას, რაც შეეხება მაშინდელი მოსწავლეთა პიონერთა სასახლიდან. დღეს ეს არის მოსწავლეთა სასახლე და დღეს მე იქ ვმუშაობ ბიბლიოთეკაში პედაგოგად. დაიწყო იქიდან ნორჩ შემოქმედთა სტუდია იყო ფაცია პაიჭაძესთან, მე უშუალოდ ვიყავი ქალბატონ ელისო კოტრიკაძესთან, რომელსაც ყველანი ვეძახდით, იქ არ იყო ესეთი მასწავლებელო, ჩვენ ვეძახდით მას ელისო დეიდას, ფაცია დეიდას, ზია მიხოს და ასე შემდეგ. აი ყველაფერი მთელი ჩემი ეს ბავშვობის ყველაზე ნათელი წერტილები ეს იყო პიონერთა სასახლე და წერა. მე თავი დავანებე და აი ბოლოს ჩანს საიდან დავიწყე, ასე ვთქვა, ცოტა უფრო ადრე, როცა ჩემი შვილი გაჩნდა. კი ბატონო, მე მინდა ახლა ჩვენ მაყურებელს ვაჩვენოთ და მსმენელს ამბავი მოვუთხროთ. თქვენს Facebook გვერდზე ნახე ასეთი ფოტოები, სადაც თქვენს მეგობრებთან ერთად ესეთი კიკინობელა გოგონები ხართ. აუცილებლად, ეს არის ჩვენი კლასი, საბავშვო პოეტების. მეგობრების 6-ნი ვართ კლასში და აუცილებლად მარიამ ციკლაური ყველაზე უნავარი და ცელქი ასე ვთქვათ. აბა, აი როგორი კიკინები და ის შარვალი რა დღეში აქვს. გივი ჩიღვინაძე, რობი დაბნეული, ირმა მალაციძე, ყველაზე ესეთი მოძრავი და ქოთქოთა, ვასო გულეური, დინჯი შედარებით, მეც ასეთი აქტიური და ჩვენი მასწავლებელი ქალბატონი დოდო ხიმშიაშვილი, უსაყვარლესი საბავშვო ავტორი და ვიტყოდი ეს რაღაცა წინამძღვარით, იმიტომ რომ ეს ასაკშიც ისეთი ასაკი აქვს უკვე და ის და მაინც ისე ყოჩაღად არის, ხშირად ჩვენ გვჯობნის. კი ბატონო, ლელა, ამ ფოტოზე უნდა გავამახვილო განსაკუთრებულად ყურადღება, ყველა კლასელები ერთად ხართ, კლასელები, კი, მხოლოდ ხო? მასწავლებელი გაკლიათ. დაბრუნდით ბავშვობაში, მაგრამ რა პერიოდულობით იკრიბება ხოლმე ეს კლასი ახლა ეს მინდა ვიკითხო და რა მიზნით? იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული კლასი. კი, ახლა ვიტყვი ეს იყო პირველი შეკრება ასე კლასის იმით, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვიკრიბებით. ანუ ჩვენ ვართ მეგობრები და აი ძალიან ხშირად მე და ირმა საერთოდაც ერთად მუშაობთ. ვასო თითქმის ყოველ მეორე დღეს მოდის ჩვენთან შესვენებას და ესე როგორც კლასია ეს ცელქი კლასი, ესე ჩამოყალიბდა. იყო ჟურნალ დილასთან შეხვედრა დილის 100 წლის და 100 წლისთან დაკავშირებით და აი მაშინ მოვიფიქრეთ რომ აი ესეთი მხიარული კლასი შეგვექმნა და გადავწყვიტეთ რომ გვევლო მე აი სკოლებში ერთად დაუშვათ, იმიტომ ბავშვებს უყვართ მხიარული უფროსები, დიდი ბავშვები და ჯერ ვერ მოვაბიცი მართლა გითხრათ, თვალე აი ესეთი სხვა შორის რა შეეხება ირმა მალაციძეს მე მსმენელს აუცილებლად მინდა ვუთხრა რომ სახლი რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინეს მათ ხო მოაწყო ასე ზღაპრულად რას არ ნახავთ და რა დიზაინით არ ნახავთ ამ სახლში მართლა სრულიად აბსოლუტურადაც რომ არ იყო ისეთ განწყობაზე და ხასიათზე უცბად გაბავშვდები და შენც მოგინდება რომ რაღაცა ონავრობები ჩაიდინო მაგალითად ისეთი როგორც მე არაერთხელ მინახავ სოციალურ ქსელში ფოტოების სახით. ახლა სამწუხაროდ ეს ფოტო თან არ მაქვს, მაგრამ ირმას პატარა მათეს სატრანსპორტო საშუალებებზე რომ აბა მარტო ბავშვები ხომ არ უნდა ისნენ ველოსიპედებზე და ჯიპებზე ჩვენს გვინდა. კარგი, ირმა მალელა გვეხმარება ხო ეს ბუნებრივია? აუცილებლად. ამ ყოფიერების დაძლევაში და ეს არის არ ვიცი, ჩემთვის ეს არის გამოსავალი. როცა აი თუნდაც რომ წერ ელემენტარულად ბავშვებისთვის ამ ბავშვთან მაქვს შეხვედრა აბსოლუტურად გავიწდება ყველაფერი და სულ სხვა სამყაროში შედიხარ. შენც აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი იგივე ხასიათზე ან ბავშვს უნდა გაუთანაგდე.
და როცა ამას აკეთებ, იმიტომ არიან ბავშვები ბედნიერები. მოდით ახლა ერთ ოჯახზე ვისაუბროთ მე და თქვენ. ხო, ეს ყველა ცალკეულ ნივთზე ჩვენ მეტნაკლებად შევჩერდებით ხელოვნების ნიმუშზე, რომელიც აქ გვაქვს, მაგრამ აი ეს ოჯახი მყავს ახლა მე ხელისკულზე. ერთი დედა და მამა, დია. გოგონა თქვენი იყოს, ლელა. კი, ესეთი უნავარი კიკინებიანი პეპის გავს. ჩვენად და აი ესეთი ოჯახია. ჩვეულებრივი რაღაცა ძველი ფიცარი როგორც ხედავთ. კი, აბა. ფის ნაჭერი და რემონტიდან მორჩევილი. ოჯახად მითხარით, ახლა ჩვენს მსმენელსაც მოუყვეთ ეს ყველაფერი. ეს რემონტიდან მორჩა ეს ფიცრები და დამენანა გადასაყრად. საერთოდ მენანება ყველაფერი გადასარდება. და ეს გოგონა და ჩვენი კოლეგა აჩვენებს, კი ბატონო. აი, ასე. აი, მიუსვა თავის ძამიკოს. და დანიშნულებაც მოუძებნეთ განსაკუთრებულად. აუცილებლად კი, მე დაჭრილი რომ იყო ფანჯარასთან დავდე ფანჯრის სამაგრად. და დამენან და მოვიფიქრე და ეს ოჯახი იყო ესეთი უსალკაროთ იყვნენ დარჩენილები და შევიფარე და ეხლა ჩემთან მუშაობენ ფანჯრის დამჭერებად. აჰა. და მათი ანაზღაურება რა არის? ლექსებს უკითხავთ ხოლმე საღამოთი? ლექსებს უკითხავ თავის ჭკუაზე დადიან ხანსად ვიპოვი და თუ გადავდებ და თბილად არიან ყუდროდ და მხიარულად გადასარევად გრძნობენ თავს. შესანიშნავი. ახლა ცოტა ხანი ჩვენ სტუდიაში იყვნენ, მარტო არ გამოუშვეს ლელა. ოჯახი აქ არის. აბა რა, მე ძალიან მიყვარს ეს ოჯახი, იმდენად რომ აი შეიძლება დავწერო კიდევაც რაღაც ამ ოჯახზე, იმდენი ისტორიები აქვს უკვე. ეხლა რა შეეხება ნარჩენების თემას, აი თქვენს წინაც არის ერთი ნამუშევარი, რომელიც ასევე ფიცრებზეა დახატული. საერთოდაც აი ალბათ ნებისმიერი რამ, რაც ფორმით და შინაარსი დევს ყველა საგანში ალბათ მოგეწონებათ აქცევთ? კი, აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა რა საგანია. აი რა საგანი გვაქვს ახლა წინ? ხო, აი ახლა ეს არის ესეც ფიცრებია უბრალოდ და გადავაქციე რაღაც ნახატად, რომელიც სადგამზეც შეიძლება დაიდგეს ან და შეიძლება კედელზეც დაიკიდოს უბრალოდ. ვფიქრობ ძალიან ლამაზია და რა ვიცი, მე მიყვარს თვითონ ჩემთან სახლშიც ესეთი რაღაცა პატარა ნივთები, რომლებიც განწყობასაც მიქმნის, სიმყუდროვეც შემოაქვს, ხალისიც შემოაქვს და აი ეს რაღაცებს ტვირთან ხოლმე ხანდახან შეიძლება გადატვირთულიც არის ყველაფერი. ძველ ნივთებსაც ვერ ვერლევი, ძალიან მიყვარს მაგალითად ძველი ჩემოდანი, რომელსაც დეკუპაჟით გადავაკეთებ და აუცილებლად იქიდე რაღაცას დაუმატებ მე და რა ვიცი. მე ვეცადე რამდენიმე ასეთი ნამუშევარი ფოტოების სახით გადმომეტანა ჩვენი მსმენელისთვისაც რომ გვეჩვენებინა და მე გვექნება საშუალება რომ ვაჩვენო, თუმცა მანამდე აი მე წიგნს ვხედავ ლელა გადაშლილს, რაღაც მომზადებული გაქვთ აშკარად ჩვენი მსმენელისთვის. ეს არის ის წიგნი, რომელიც Facebook-ზე ფოტოდ გიდევთ და ჩემი ყველაზე პოპულარული ფოტოა, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი მოწონება აქვს ამ გარეკანს წიგნისა, მაგრამ მე გარეკანს მინდა გავცდეთ და შიგნით ჩავიხედეთ ახლა ცოტა. ეს არის ჩემი პირველი წიგნი გარეკანზეც ვიტყვი რომ აი სრულიად ისე მოულოდნელად სანამ წიგნი გამოვიდა და ეს გარეკანი მაჩუქა თინათინ ჯომბურიძემ ძალიან მომეწონდა, არ ვიცოდა აი ნამდვილად საიდან იცოდა რომ მე ლურჯის უფრო მიყვარს და საერთოდ ლურჯია ჩემთვის ყველაზე ისეთი ფერი, საყვარელი ფერი. და შემდეგ უკვე ერთ-ერთმა ქალბატონმა სრულიად ჩემთვის უცხომ და უცნობმა დააფინანსა ამ წიგნის გამოცემა, ეს იყო ნინი მესხიძე, თავად ემიგრანტი. ასე რომ ეს არის ჩემი პირველი კრებული, მე არ გამოვირჩევი მაინც და მაინც ეს წიგნების რაოდენობით და ასეთი იმით, ეხაც მილაგია უკვე ესე წიგნები და ვფიქრობ ალბათ დროა მეთქი უკვე მეორე იმისი და უბრალოდ გადაშლილი მაქვს, იმიტომ რომ მინდა რადგან შემოდგომა შემოვიდა, ერთ ლექსს წავიკითხავ შემოდგომას. გისმენთ. თუ ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა. ხო, კიდე აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არის ეს წიგნი გაფორმდა ჩემი მეუღლის ნახატებით, ფერცხალავის ნახატებით, ახალი გარდაცვლილი იყო მაშინ და ძალიან მიშველა ამ წიგნის გამოცვლამ ზუსტად და ეს წიგნი მას ეძღვნება მოკლედ. შემოსულა და აჰა ეს შენი შემოდგომა უკვე მომწყინდა
დიდი რამეა თავსად ეხად ფერებს აალაგებს შემოდგომა ჩვეულებრივი ფოთლებით ცვივა სხვა ყველაფერი ისევ ისე როგორც მანამდე რაში მჭირდება დაღესტნური სამკაულებით სერდოლიკებით ქარვებით და ძოწეულებით ეს ჟინიანი შემოდგომა ეს მოცვისფერა კუნელისფერა შინდისფერა ეს სასწაული ეს გაკრეჭილი ბროწეული წითელ კიჭება ღობიდან როგორ გადმომცრვალა ცელქი სამაგიეროდ მშვიდად როგორც მეცხვარე ძაღლი წევს საწნახელი მარანთან და თავისას ელის აქ ყველაფერი ისევ ისე როგორც მანამდე ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა რაში მჭირდება ან ეს მზიან ველზე ზვრებია ყურძნის ჯიქნები ზვრებს სხივებით გადავსებიათ მოთხუპნულია ტკბილი წვენით ციდა გოგონა ყურძნის ჯიქნებს წოვს როგორც რა ვთქვა როგორც ბოჩოლა მორჩება რთველი და პლანებში კამათელივით გადაგორდება სხეულსავსე მეზობლის ქალი სამსე იყო ყოველთვინ ვაზი გაიცინებენ ხელს ჩაიქნევს და გაიცინებს მეზობლის ქმარიც აქ ყველაფერი ისევ ისე როგორც მანამდე ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა აქ არაფერი ამგვარი მსგავსი უბრალოდ მოდის ზამთარი და ისე აცივდა საღამოობით ჩინჟლავს ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს პატარა ჩიტიზის მავთულზე არა ლატანზე აქ შემოდგომა ეს უბრალოდ წლის სეზონია გაგინდა არ გინდა ინერტულად გადასატანი არადა ტყეა გადამდნარი მინერალები თრიმლები გზაზე შუქ ჩამდგარი მარჯნის ლამპები შემოსულა და შემოდგომა გიორგობის თვე შემოსულა და შემოდგომა ლალე ხაზის რადიო თქვენ მეუღლე ახსენეთ ლელა და მე მინდა ოჯახსაც ვისაუბროთ თქვენს ოჯახზე მე უფრო რომ რამდენიმე თვის წინ მე მქონდა ესეთი ბედნიერი შემთხვევა გულისხმობს საბავშვო ლიტერატურულ კონკურსს პრემიას ამირანი რომლის გამოჯებულიც გახდა თქვენი გოგონა მაშინ საერთოდაც არ ვიცოდი რომ თქვენი ქალიშვილი იყო და საერთოდაც ამ კონკურსზე კიდევ ერთხელ არასდროს არ დამეზარება თქვა როგორი ხარისხით როგორი არის ის ღაპრული კონკურსია შეიძლება იოცნებონ მოზარდები და უფროსებმაც მივიდო. საკმაოდ გამართული ლიტერატურული კონკურსების კვალ და კვალ აიღო გეზი პირველივე წლიდან. ამიტომ მართლაც სასიამოვნო იყო, მით უფრო ორმაგად სასიამოვნო იყო შემდეგ რომ გავიგე რომ თქვენი გოგონა იყო ნომინაციით თარგმანით. კი ბატონო. შვილები თუ არიან აი ესეთი შემოქმედებითი ძიებებით გამორჩეული? არა, მე ერთი შვილი მყავს. ელისაბედი ახლა 14 წლისაა. რომ თქვა მაინზე მაინც არა, მაგრამ არის ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი, ისიც ხატავს და ყოველთვის მაძლევს მიმართულებას სხვათა შორის და კარგ რჩევებს, ისეთ რჩევებს, რაც ალბათ მე უკვე დავიწყებული მაქვს და მისგან ვიღებ რჩევებს. ასე რომ ძალიან ჭკვიანი გოგოა და ეხლა რაც შეეხება ამ კონკურსზე მეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, შეცდით რომ იყო პაკო სვიმონიშვილის სახელობის ეს ჩემთვის იყო ძალიან მინდოდა რომ ჩემ შვილს მიეღო მონაწილეობა. ძალიან მიყვარდა პაკოს შემოქმედება თვითონ და არ ვიცი ძალიან მიხარია რომ ის რომ ფინალში გადავიდა რომ გაემარჯვა ეს ცალკე იყო არაჩვეულებრივი კონკურსი აი მართლაც ყველაფრით გამორჩეული და მოზარდებს აქვთ სასწაულად კარგი შანსი მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა მე ვიცი რომ უნდა გაგრძელდეს ხო ეს ყოველწლიური იქნება ალბათ აი რამდენადაც მე ხო ჩანაფიქრი რამდენადაც ის არის სერიოზულად ძალიან სერიოზული კონკურსი და ძალიან გამეხარდა ლიზა თარგმნის ეს არის მისი ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული და საყვარელი საქმიანობა შესანიშნავი ხო ნუ ინგლისური თავისით ისწავლა არაზრუს არულია მასწავლებელთან მაგრამ აი სწორედ ამ ენის მხრივ აქვს ყველაზე მეტი წარმატებები საერთოდაც რამდენად ერევით მის ნუ ხეშად არ მინდა ცხოვრებაში ვთქვა ანუ იმ რამდენად უკვალავთ გზას ლელა შვილს რა ვიცი მე ძალიან მინდა რომ გაუყვალო მე ზედმეტად არ ვერევი ის კი არა ქართულის თემებსაც კი არ ვწერინებ მე არ ვწერ არაფერს თვითონ ჭკვიანი ბავშვი არ არის ისეთი ბავშვი რომ მაინც ჩემი ჩარევა ჭირდა რა თქმა უნდა ვადლევ მიმართულებებს
რა თქმა უნდა ვცდილობ რომ ის რაც მიმაჩნია რომ მისთვის კარგი იქნება აი წავიდეს ამ გზით წავიდეს ამ გზაზე მაგრამ არასდროს ვაძალებ ამის გაკეთებას აი ამ რაღაცების კეთებაში გეხმარებათ ხოლმე? არა. თან კატეგორიულად არა, უბრალოდ ხელს არ მიშლის. აჰა. ხო, აი ეს არის. ეს უკვე კარგია. კი, ეს კარგია. ისე არა, ნუ ვეუბნები, მოდი აი ნახე ახლა ამასაც. ხო. არ გეუბნებოდ ხოლმე, კარგი რა დედა, რა თქმა უნდა. არა, სხვათა შორის ხატვა რომ დავიწყე, ეს მისი დიდი დამსახურება, იმიტომ რომ მე სულ წუწუნებდი რომ აი მე მინდა რომ ხატვა ვიცო და ხატვა არ ვიცი და არა შენ იცი შენ ნიჭიერ აი სულ ესე ძალით და რომ დავხატე პირველ ნახატ და დავიწყე ესე წუწუნე როგორც დედებს ჩვევიათ ხშირად ავწუწუნდი და მითხრა რომ არა ეს ძალიან კარგი აბა მიდი და ესეთი შემაგულია და მთელი შემართებით და ახლა ყოველ ჩემ წარმატებას ხატვაში ისე იღებს საკუთარივით და მეუბნება რომ აი უხარია თვითონაც ახლა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ჩვენი საუბრისა და მიმართულება. ხშირად გინახავთ ალბათ, მეც მაქვს ეს მიდრეკილება და ჰობი, სადმე თუ მოხვდები უცხო ქვეყანაში, აუცილებლად მოგაქვს ესეთი მაცივარზე, ან რა ვიცი, ნებისმიერ ლითონის ზედაპირზე მისამაგრებელი რაიმე სამახსოვრო ნივთი. და ყველა ოჯახში შეხვდები ბუნებრივია, მაგრამ იშვიათად თუ სადმე შეხვდები წიგნს, აგრე მე მიკროფონი დავამშვენი, ახლა ესეთი მაგნიტიანი წიგნით, რომელიც თქვენი მაცივრიდან დროებით მოიხსნა, ხო? ესეც თქვენი იდეა იყო თუ მე მგონი აქაც რაღაცა ერთობლივია? კი, არა, ერთობლივია, ანუ ეს მე ვამაყობ ამ წიგნებით, ეს არის სერია ბაგურ სულაკაურმა გამოცა, ჯერჯერობით 3 წიგნია გამოცემული, სამზარეულოს ამბებია და ქვია მაცივარზე მისაკრავი წიგნები. იდეა თვითონ ის რომ მაცივარზე უნდა ყოფილიყო. მე წერდი რაღაც ნივთებზე პატარა ზღაპრებს და ჩემშუს უთხარი რომ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. ისე რომ ბავშვებისთვის იყოს სახალისო და იმ წუთასვე მითხრა რომ რადგან წერ სამზარეულოს ნივთებზე, იქნებ მაცივარზე მისაკრავი იყოს, ბავშვი გამოივლის, აიღებს, დაჯდება თან, ეს გაერთობა და კი ბატონო, განხორციელდა ეს იდეა, რომ ჩემი შვილის იდეაა, რომ ეს არის მაცივარზე მისაკრავი წიგნები. თურმე როგორ გეხმარება? კი, არა, ძალიან. კიდევ სხვა იდეებსაც მასთვის დიოგენეს აქვს გამოცემული ნაძვისხის მოსართავი ლექსები, ეს არის გამოსაჭრელი მუყაოზე სათამაშოები ნაძვისხის და უკანა მხარეს აქვს ლექსები. ეხლა რა არის ეს? ხრუპუნა ფინჯანი ქვია ამ წიგნს და ეს არის თურმე ხრუპუნა ფინჯანი, პატარა ფინჯნებს სულ ჩაის გარეშე ტოვებდა, ამიტომ თქვენ უნდა გაიგოთ, რამ გამოასწორა ღორმუცელა და როგორ გაიჩინა მან მეგობრები. ამბავი კი იწყება ასე. იყო ერთი ფინჯანი, ისეთი მსუქანი, რომ 1 ლიტრ ჩაის ისხამდა თითო დასხვაზე და ხრუპ ახრუპუნებდა, ამიტომაც ერქვა ხრუპუნა. და დანარჩენი ორი რა ვიზი არა, ვიზი ავთქვა. ვიზი აუცილებლად, იმიტომ რომ ესენი არიან ცოცხალი პერსონაჟები. ერთია პატარა თხუპნია ქვაბი. დიახ. და ერთია დეიდა საშაქრე და ძია სამარილე. ცელქია თანახეთ როგორ არ გაჭირდა ჯამოს. მე რა რომ სუქანაა. დიდი ამბავი. შეიძლება კიდე მოინდომოს ჩამოხტომა და არ გაგვიკვირდეს. ახლა დილა, ჯერ კიდევ დილა ეთქმის მით უფრო ქართულ რეალობაში. დავდოთ მაგიტას. დავდოთ პატარას. და რა? აი ეს ნახატი, რომელიც განსაკუთრებულად დაამშვენებს დღეს ჩვენ სტუდიას, ქვია? ხო, ამას ქვია, ეს არის ნინო მასწავლებლის დილა. თუმცა აი ესეთი ჩაფიქრება უკვე ასაკოვანი მასწავლებელი სათვალით იქ რაღაც კოპთას თავის კოპლებიან კოპთას ნემსით და ძაფით რომ რაღაცას დააკერებს და აი რომ დაიხატა ეს ნახატი მე გამახსენდა ზუსტად ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ეს ნინო გერმანოზაშვილი როგორ მახსოვს და დავარქვი ამას ნინო მასწავლებლის დილა ну აი პირველი სასექტემბრო ის არის და როგორ ემზადება უკვე ასაკოვანი მასწავლებელი სკოლაში წასასვლელად. შემთხვევით არ დავიწყეთ ჩვენი საუბარი სწორედ რომ იმ წლებზე საუბრით ნინო. რატომ გეძახეთ ნინოს? ნინო მასწავლებლის გავლენით მომივიდა ახლა. იმიტომ რომ აი ჩვენს წინ არის კიდევ ერთი ძალიან კარგი ნახატი. საერთოდაც პირველი იყო, მე მგონი თქვენ ბრძანეთ? არა. რომელი აი ბავშვები. არა, ის პირველი არ არის. მაგრამ ესეთი ძალიან ცნობილი ბავშვები არიან. ცნობილი ბავშვები არიან, კი. ხო, ძალიან.
ხშირად ჩანს მით უფრო ინტერნეტ სივრცეში. კი და ძალიან ახალისებს ყველას. და რაღაც ამბავი ახლავს ბუნებრივია ისეთი ალბათ თან რომ მოაქვს. ეს არის ჩემს გარშემო ყველა მისის მოგეთ. სიმღერა სამშობლოზე, ასე ქვია ამ ნახატს და ტიპაჟებია. შემდეგ ამის მიხედვით ამ ბავშვებზე მოგეთ ამათი კლასიც დავხატე თავის მასწავლებელთან ერთად ზუსტად ამ ეს ბავშვები. სხვადასხვა ტიპაჟები არიან. ეხლა რატომ მომივიდა ეს ისა? რო უყურე ბავშვები როგორ მღერიან განსაკუთრებით პატრიოტულ თემაზე. ეს ხო მათი თემა არ არის ესეთი გამოვიდნენ და რაღაცა მთელი იმით პათეტიკით იმდა. ანუ ეს არის ნასწავლი, ვისაც როგორ ესმის ეს სამშობლოზე სიმღერა, აი ყველა ისე მღერი. ერთს უნდა თავის გამოჩენა, აუცილებლად ხო არის, აი ერთ გუნდში აუცილებლად ვიღაცას თავის გამოჩენა უნდა და აი ზედმეტი მოსდის უკვე, კი არ მღერის უკვე ყვირის, მაგრამ ნუ მღერის თავისი არის. ერთს აი გონზე არ არის ზოგი რატომ მღერის ამ სიმღერას ან საერთოდ უნდა იმღეროს თუ არა და აი ასე ზოგი იცინის ზოგს შურს იმ პირველის ასე აქ ნახატზე ეს ამბები ხდება მოკლედ ერთ მოკლედ ეს არის მთელი ამბავი ეს არის მთელი ამბავი ამ ბავშვების მოკლედ და რაღაცა ისეთი პოპულარულები გახდნენ რომ ალბათ ფიქრობ რომ ამათ კლასზე უნდა დავწერო რაღაც აუცილებლად ხო იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა თქვენი ნახატი არის ისეთი ამბავი ახლავს, რომ თავისუფლად შეიძლება გადმოიტანო ფურცელზე და პირიქით, რასაც წერთ თავისუფლად შეიძლება გადაიტანოთ ტილოზე. კი, ყოველთვის მეუბნებოდნენ ხშირად სხვათა შორის და რენუარი განსაკუთრებით, რომ კი არ წერ ხატავ. ანუ როცა წერის და მე ერთი წამით ახლა აზრი არ დაგამთავრებინეთ, იმიტომ რომ განვმარტოთ რენუარი ვინ არის თორე ხო მართალი ისე მიჩვეული ვარ ეს არის ნინო ქოქოსაძე ჩემი მეგობარი რომ მეც ლიტ საიტებზე დარეგისტრირებული იყო ნიკით რენუარი და სხვათა შორის კაციც ეგონა თავდაპირველად ხო ახლა მე ისე ვარ მიჩვეული რომ ეს არის ნინოს ჩვეულებრივი სახელია ჩემთვის ამიტომ ვახსენდა ის მეუბნებოდა რომ აი ნაწერში ეს ხატავ შენ და რომ დავხატე მე მითხრეს რომ აი როცა ხატავ იქ წერ აუცილებლად აი ესეთი უცნაური რაღაც გამოვიდა მე ძალიან მიხარია ეს სხვათა შორის საერთოდაც ესეთი შემოქმედებითი ინოვაციები თქვენგან უცხო არ არის ლელა მით უფრო მეგობრებისგან კიდევ ბევრი მსმენია და აგერ ცოტა ხნის წინ ლიტერატურული კონკურსი ხო არა მზე მეც გახდით საბედნიეროდ იქ და ერთი საინტერესო ნიუანსია, ანუ თქვენი იდეა იყო ხომ, რომ თავად მონაწილეებს ავტორებს დაჯილდოების ცერემონიაზე ერთმანეთისთვის რაღაცა რატომაც სოლიდარობის არ აქვს მნიშვნელობა, საჩუქარი ყველას უხარია, უბრალოდ მიძღვნილი გულით. ისე მოხდა რომ ჩემთვის გამორჩეული კონკურსია, ისე მოხდა რომ სამჯერ ჩატარდა მანამდე წელს ვერ გავიმარჯვე ასე თქვა ისე გამარჯვებული თუმცა როგორ ხვავრიელი დაბრუნდით საჭო ნამდვილად წელს იყო განსაკუთრებული პრიზთა ცვენა ასე ვთქვათ და ფინალშიც მოვხვდი და ყველას კიდევ ერთხელ ულოცავ ამ გამარჯვებას წინაზე ისე მოხდა რომ ყოველთვის ავიღე პირველი ადგილი მე მეორე მე პირველი და რატომღაც გამიშთა სურვილი რომ შემდეგ ეტაპზე ვინც აიღებდა პირველ ადგილს ჩემგან ყოფილი პირველ ადგილელისგან რაღაც დარჩენა და ქონოდა სამახსოვროდ მოხდა ისე რომ აიღო ქეთა დიდიშვილმა შემდეგ ისე მოხდა რომ მე ავიღე ისე პირველი და საკუთარ თავს და ახლაც რადგან ისე მე ვიყავი იმ პირველ ადგილზე წინა იმიდან გადავწყვიტე რომ ისევ გამეკეთებინა ეს საჩუქარი და ძალიან მინდა რომ აი ეს დამკვიდრდეს ახლა ნათიამ გაიმარჯვა როსტიაშვილმა ნათიამ გადაცეს შემდეგ ხო არა მზეს პირველ ადგილს და აი ასე რა ვიცი ეს ძალიან კარგი ჟესტი იქნება საერთოდაც ლიტერატურულ კონკურსებს წყალობთ როგორც ასეთი ოდეონზეც ბრძანდებოდით წელს და ვფიქრობ ეს გარემო ერთგვარად ძიების მომენტიც არის ხო ძიების და მაინტერესებს კიდევ რა აზერტია ჩემთვის სიმართლე რომ თქვა განსაკუთრებით მაშინ როცა ლექს არც გვარი აწერია არც სახელი აწერია ნაწერს რაღაცნაირად აზერტში შევდივარ მე რომ აი როგორ შეფასდება ჟიურის მიერ თუ ისე არ შეფასდება ვიტყვი რომ ესე იგი ჩემთან არის რაღაცა პრობლემა არასდროს არ მithქვამს პირიქით იმიტომ რომ სიამოვნებით ვიღებ სხვათა შორის რჩევებს
მე მინდა რომ ისევ წაგვიკითხოთ რამე, იმიტომ რომ პრაქტიკულად მალეც დასრულდება ჩვენი გადაცემა მსმენელს. კი ბატონო. საბავშვოს წავიკითხა, იმიტომ რომ ძალიან კარგია როცა დილა იწყება ხალისით. ხო და კიდე ერთს ვიტყვი ეკა, არ ვიცი ხა ეს რამდენად ისე აი ამ 2 დღე რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე რომ სახლში მქონდეს პატარა სტუდია. პატარა ბავშვებისთვის 4-დან 10 წლამდე, რომელსაც სიამოვნებით გადავცემ ჩემ ძალიან ბევრ ცოდნას და ძალიან ბევრ აქტივობებს. და კლასობანას ვფიქრობ, რომ დავარქვა, ნახოთ როგორ გაამართლებს გამოხმაურებას, სხვათა შორის ძალიან და იქნება ეს თქვენთან სახლში. კი, სტუდია, ესეთი პატარა საბავშვო და ასე რომ ეხლაც წავიკითხა ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ, მე მსმენელს ვეტყვი რომ პირდაპირ ეთერში ვართ და თუ ლევასთან გასაუბრება გსურთ შეგიძლიათ დაგვირეკოთ 249-192 ან 249-292. ვინც უყურებს კიდეც ჩვენს გადაცემას და ეს შესაძლებელია თუ კი სტუმრობთ საიტს Radio 1.g. მე ახლა შემოგთავაზებთ ლევას ნამუშევრებს და თავად ავტორი კი წაგვიკითხავს რამდენიმე საბავშვო ლექსს და ისეთი შემოქმედებითი მიქსი გამოგვივა, როგორც სტუდიაში გვაქვს ახლა. არეული, მაგრამ ფიქრობს უფრო სასიამოვნო, სახალისო. ხო, აი წავიკითხოთ ისე პირველ კლასზე სკოლას, მას ვქონათ, მსრუნველი დედიკო. მე მაგალითად ჩემი თავი აღმოვაჩინე ამ ლექსში და მე ვფიქრობ, რომ ბევრი დედიკო აღმოაჩენს და ბებიები განსაკუთრებით. კრუხი შვილებს უმზადებს სკოლისათვის ზურგჩანთას, ჩაალაგა ბალიში, საბანი და მუთაქა. სწავლით რომ დაიღლებით, ეუბნება წიცილებს, წამოწექით მერხებზე, კარგად გამოიძინეთ. ესეც რჩევა დედიკოს. კი, რატომაც არა გაატანეთ ეს ბალიშები, მუთაქები, საბნები წავიდნენ. განსაკუთრებით პირველ კლასელებს როგორი სანახაობა ხო, ნახო ეს აცრემლებული ბავშვები. ნახევრად მერხებზე და ცუდები არიან, ასე რომ. კიდევ ერთ წავიკითხო. სიამოვნებით. ხო, ბაჭია მაგათეთ. გამარჯობა ბაჭია, კარგი კაბა გაცვია, ლამაზია, ხომ მოგწონს? დიახ, ძალიან. სად იყიდე, მეც მინდა, იქნებ მითხრა კეთილო. არსად, კომბოსტოსაგან შემიგერა დედიკო. კიდევ მინდა რამე, ასეთი, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე მაყენებს. განგაში. ნახოთ, ეხლა აქ რომელიმე პატარა აუცილებლად თავის თავს ამოიცნობს. და ვიღაცას ოჯახში გაახსენდება, რომ ესეთი სიტუაცია მათ ოჯახშიცაა. იცით წუხელ რა მოხდა? ყველგან ატყდა განგაში, ზოოპარკში, პარკებში, სოფელსა თუ ქალაქში. 10 მანქანა სახანძროს დაუძახეს სასწრაფოდ. სირენებით გარბოდა პოლიცია სასწრაფო. რატომ? სპლიყვიტიროდა, ეგ ურჩი და ზარმაცი. დედა თურმე ხორთუმით, ბანდა აბაზანაში. გადასარევი, მოდით. აი, ნახეთ მსვენელიც როგორ იცით. ეხლა გაიკეთეთ კურსასმენი და მოусმენთ, ალო. მეც გაბი. სიცილზეც კი გიცანით გალბატონო ელა და. დილამშვიდობი. ხედავთ იმისა, რომ გულით მხედველი ვარ. ისე კარგად წარმოაჩინეთ ახლა ჩვენო ეკა და თქვენი დიდებული სტუმარი ცუცქირიძე სახელი როგორ არის? ლელა ცუცქირიძე. ბელა. და მე ნინო მეგონა რატომღაც სულ იმიტომ რომ რამდენჯერმე ნინო მივარდე. ავსეთყობა ძალიან საყვარელი და სულ ნინო იყო ახლა თქვენთან. ჩემო ბელა ისე ლამაზა და ისე კარგად ხატავთ, ისეთი კარგი გადმოცემა გაქვს და ეკამ სადაღ მოგაჩინათ ასე ძვირფასად რომ წარმოგვიდგინა თქვენი თავი და წარმოგვიჩინა. ეხლა მე ჩვენთან ასეთი თხოვნა მექნება და კითხვაც სოციალურს აქვს ძალიან კარგი ლექსი დაწერილი სკოლის გიმნაზიის სემინარიაში ყოფნის დროს ვარც გაიფურჩქნა კოკორი გადახვეოდა იასა ზამბახსაც გახვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა ტოროლა მაღლა ღრულებში წკრიალ-წკრიალი დგალობდა ბულბული გახარებული ნაზისყმით ამას აბობდა აყვავდი ტურფა ქვეყანავ ილხინე ივერთ მხარეოდა შენ ქართველო სწავლითა სამშობლო გაახარეოდა გთხოვთ ეს ლექსი დამიხატოთ შესანიშნავი შემოთავაზება ამ ლექსს
ისე ლამაზად დახატავთ მე ხომ ვერ ვხედავ სრულად usinatlო ვარ მაგრამ მთელი მსოფლიო შეხედავს ამ ნახატს კაპიტანელა და აი ზუსტად ეს ფაქტიურად ეს ლექსია დახატული სიმღერა სამშობლოზე სწორედ რას ლაპარაკობ კი რატომ ისეთი კარგი ლექსია და ისეთი მართლა ილია ჭავჭავაძემ როგორ მოიწონა და როგორ ივლისში 1895 წელს დაბეჭდა და როგორ საინტერესო ლექსია მართლა ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს არა მარტო ნახატით არამედ ზეპირად უნდა იცოდეს გულში უნდა კონდეს რომ სამშობლო გაახარეო დედა გაახარე მამული გაახარე სამშობლო გაახარე შენი ქცევი შენი შრომი შენი სწავლი და ასე რომ მე არ ვიცი როგორ ძალიან მეყვარს ეკა დიდი მადლობა თქვენ მადლობ დიდი მადლობა მიხარია რომ ჩვენმა გადაცემა დღეს საქმიანი შემოთავაზების გარეშეც არ ჩაიარა და მე ვფიქრობ ლელა იფიქრებს ამაზე თუმცა ამ წუთში ნახაც ვერ მოგართმევთ მაგრამ ლექსად გიპასუხებთ ისევ ალბათ არ ვიცი ლელა გადავხედოთ მაგრამ პატრიოტულ ისევ უპასუხებ მოკედ ისევ საბავშვოზე გადავალ რაღაცა მეც ძალიან ჩავერთე და კარგი განწყობით ვიქნები. გავიხსენე, იმდენი ხანი არ წამიკითხავს, რომ როგორც უცხოს ისევ კითხულობ. არა უშავს. ისე საინტერესოა, ლელა, მე როგორ აღმიქვამ შენ მართალი ჩვენ ურთიერთობის არც ისეთი დიდი ტრადიცია გვაქვს, მაგრამ შესაძლოა სადმე მიპოვო. მოდი და ეს ექსპერიმენტი გავაკეთოთ. აი, აუცილებლად, აი ეხლა როგორ ერთი წუთი, აი ახლავე გიპოვით. კი ბატონო. ლელა ცუცკირიძეა დღეს ჩვენი სტუმარი, კიდევ ერთ საინტერესო ნაკეთობაზე უნდა გავამახვილოთ მე თქვენი ყურადღება, რომელიც როცა სტუდიას ვაწყობდი, ზოგი ნახატი საათზე მივაყუდე, ზოგი სკამებზე ჩამოვაბრძანე, გეთაყვა, აგერ წიგნიც მივიმაგრეთ, მაგრამ არ გაჩერდა და აი კომპიუტერიც კი დავამშვენე ერთი ნაკეთობით და ვიდრე ლელა ლექსიპოვის, არა და მერე უკვე მასზეც გეტყვით 2-20 სიტყვას. აი, აქ არ მაქვს ისეთი ლექსი, რომელიც ვერა. ვერა. აი ეს ბაჭია. აი წეღარო წავიკითხე. ვიქნები ბაჭია. კი, აი ეს. ის ბაჭია? ხო, ეს ბაჭია. აი მოდი. ლექსი გვაქვს. არა, ეს ხო წავიკითხე. ეხმეტი არ მაქვს ამ ბაჭიაზე წამოღებული. ისეთი მხიარული, აქტიური, რაღაც სიმღერის ის ხელგაშილესტი ძალიან აქტიური, კარგი, მხიარული გოგო. მადლობა. და აი ეს რა არის? რაზეც ახლა საუბრობდი ჩემი კომპიუტერი ეს არის ეს არის ჩვეულებრივი რაღაც საჭრელი დაფა და ზედ ივრის ზედაც ფიცარია გამოყენებული რაღაც მავთულები რაღაც გემი ამ ფიცრისგან და თავისი აფრებით და მთელი ამბებით მოკლედ ხო წავიკითხოთ ახლა კიდევ ერთი პანტის ხეზე აძვრა ბელი კარგი განასაძაგელი გულმოდგინედ არხევს ტოტებს პანტა ცვივა პანტა პუნტით ხიდან რომ არ ჩამოვარდეს დაეშვება პარაშუტით. ლელა, თუ გიწევენ ხოლმე სკოლებში, იმიტომ რომ მე ვიცი, მით უფრო დაწყებითი სწავლების პედაგოგები მართლაც აქტიურობენ ხშირად და საბავშვო ავტორებს იწევენ სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან. იმიტომ რომ სულ ვამბობ ხოლმე მარიამ ციკლაურმა თქვა სხვათა შორის ეს ფაქტი არასდროს არ მავიწყდება იმდენად შემზარავი კი არა და ესეთი იყო მძაფრი თავისი ემოციით. წიგნის მაღაზიაში ბავშვისთვის წიგნს არჩევდა მშობელი და ქართველი ავტორი შესთავაზა და არა ეს არ მინდა ეს ძალიან ხო სამწუხაროდ მეტნაკლებად კიდევ დგავართ ამ რეალობის წინაშე ერთი მსმენელია ლელა მოგესალმებით ეთერში ბრძანდებით გამარჯობა ხარად ხო მერქვა მას სიკეთე გეკეთებიო თქვენი ციტოცხლის მანძილზე გითხარს გეცოცხლოს გაგახარად ყველა გაგახარად მერქვა მადლობთ. დიდი მადლობა. ელა და ხალბატონი ელა და ესეთი ადამიანი კიდევ კარგი რო ის ვერ ხედავს თუ არა. ალბათ გაადაგორებს. მადლობა ბატონო, მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმრის შთაბეჭდილებით ასეთი ძლიერები ხართ და ჩვენს გვიზიარებთ და გვიბრუნებთ უკან ამ ყველაფერს და ხო, საუბრობდით საბავშვო მწერლობაზე და საბავშვო წიგნებზე.
სკოლებში ხშირად გვიწევენ ამბოლო დროს განსაკუთრებით, აი ბოლო 1 წელიწადი და ჩვენს ყოველთვის დავდივართ, გვცალი აქვს, აი ვცდილობთ რომ ყველგან მივიდეთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემა დგას ის რომ მასიურად ქართველ ავტორებს არ იცნობენ, თანამედროვე ავტორებზეა საუბარი, არ იცნობენ მშობლები პირველ რიგში და აქედან გამომდინარე ბავშვებიც მერე. და წიგნებზეც ასეა, აუცილებლად უცხოელი ავტორი და მე თანამედროვე და ძალიან ბევრი კარგი კი არა, ზედმეტად კარგი საბავშვო ავტორები ყავს. ლელა, ჩვენ გასულ პარასკევს, როდესაც მსმენელს ერთგვარად დავპირდი ლელა ცუცქირიძეს მოვიწევდა მას შეგახვედრებთ მეთქი, მაშინ ჩვენ მარო მაყაშვილის დღიურით გაფორმებული ბალიში ვაჩვენეთ, ხო? მაგრამ თუმცა ასეთი არის რამდენიმე ეს ბალიშები, ხო? სხვადასხვა თემატიკით. ეხლა მე მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს მიუხედავად იმისა, რომ ხარისხობრივად ფოტო მასალა ვერ დაიქვეყნის მაინც და მაინც, მაგრამ ვიზუალურად ადვილი აღსაქმელია, რაზე გვაქვს საუბარი. იგივე ეს წერილის, ხო? კონვერტის ასლი. კონვერტი სოხუმიდან. თბილისის სოხუმი, საქართველოს აფხაზეთი, ხო. კიდევ რა გვაქვს აბა გადავხედოთ, აი ესეც უკვე ჩაიდანი ხო ჩემი სუსტი წერტილი, ეს მარო მაყაშვილის დღიური, ეს დილის ჩაი, ფაქტიურად ნახატებია. ესე ვარქმე უბრალოდ ეს საიდუმლო ჯიგჯიგა ჩიტი ყურში ჩუმად რაღაცას გვეუბნება ჩიტი ბუდაზე ეს არის ისე მარო. კი ბატონო, მოდით რადგან ჩვენი გადაცემა უკვე პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება, თქვენი ბალიში როგორია ხოლმე ეს მითხარით, გნებავთ პირობითად, გნებავთ პირდაპირ მნიშვნელობით, საერთოდაც ესეთი იწვევთ სიზმრებს თქვენი ნამუშევრებით? ხოლმე, მაშინ ხომ ასე გვირჩიეთ და დეთავი დაიფიქრეთ მასზე. მე აი ამ ნამუშევრს დავარქმევ, იმიტომ რომ მართლა ეს არ არის. ორი მიყვარს განსაკუთრებით. ერთია ეს არის სოხუმის კონვერტი და ერთი ეს არის მარო მაყაშვილის, ეს არის მაროზე კიდე ვიტყვი რომ თვითონ ეს თემატიკა მე ძალიან მაღელვებს და მაფიქრებს ხოლმე და ძალიან მიყვარს მარო მაყაშვილი, ხა ვის არ უყვარს დაუშვათ. და მინდოდა რომ აი რაღაცა მთელი ჩემი ის ჩავდე და გამოვიდა ერთი ისტორია მარო მაყაშვილზე. ხა იმით არ ვამბობ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ აი ახალგაზრდა გოგოებს, მარო მაყაშვილის ტოლ გოგოებს ასეთი ბალიშები ექნებათ სახლში და ყოველთვის გაიხსენებენ მაროს ამ. ლელა, გამოფენა თუ გქონიათ? არა, არ მქონია გამოფენა, ვაპირებდი ოქტომბერში, მაგრამ ისე მოხდა რომ ნამუშევრების დიდი ნაწილი უკვე არ მაქვს, აღარა. ანუ ადვილად გააჩუქებთ კიდეც, ხო? ვაჩუქებ საქველმოქმედოთაც ამასთანავე. აუცილებლად გააკეთეთ გამოფენა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პრაქტიკულად ყველაფერი თქვენ მასამეგობრო მე შესანიშნავად იცის, მაგრამ იმ დიდმა აუდიტორიამ, ვისაც თქვენი ხელოვნება ასე გავაცანით, ზეპირ სიტყვიერად ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ნახოს და ამ სამყაროში ერთხელ თავადაც უნდა მოხდეს. დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა. ასე რომ ხედავთ. შევხვდებით სადმე დარბაზში, ეჭვი მაქვს, ან სადმე ბუნებაში, ამის უფრო დიდი ეჭვი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა ლელა ცუცქირიძეს მას მისურვებდა დღეს ხაზის რადიო, მე ბედნიერი შაბათ-კვირა მსურს გისურვოთ. ეკავა ტალახაძე, ამ გადაცემის ჩანაწერს დღეს ღამით 23 საათსა და 10 წუთზე მოისმენთ. ხაზის რადიო.